სწორად აღნიშნეთ, რომ ძალიან ბევრი შეზღუდვა იყო მთელი ამ 300 დღის განმავლობაში. უამრავი მეთოდი და ხერხი გამოიყენა ქართულმა ოცნებამ, მათ შორის ძალადობრივი ფაქტებიც არაერთი გვაქვს და არ მოერიდა ძალის გამოყენებასაც, ასე რომ ვთქვათ. თუმცა პროტესტი კიდევ გრძელდება და პროტესტი კიდევ გაგრძელდება იქამდე, სანამ საბოლოოდ ის შედეგი არ დადგება, რისთვისაც ეს მებრძოლი ადამიანები ყოველდღიურად, ზოგი პერიოდულად, მაგრამ არ წყვეტს ქუჩაში გამოსვლას და არ ეგუება იმ უსამართლო გარემოს, რომელიც ქართული ოცნების პირობებში შეიქმნა დღეს საქართველოში, ხო? და საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ისტორიასაც რო გადავხედოთ, ყოველთვის ყავდა საქართველოს ეს მებრძოლი ნაწილი, რომელიც საბოლოო ჯამში აერთიანებდა მთელ ქვეყანას და მე მხოლოდ აი ამ ერთიანობით მოქონდა ამ ყველაფერს გამარჯვება. და ის უამრავი მეთოდი, რომელიც ქართულმა ოცნებამ გამოიყენა და თუნდაც განსაკუთრებით ის ძალადობრივი ფაქტები, რომელიც უფრო აძლიერებდა რეალურად პროტესტს. ჩვენ ხედავდით, რომ დარბევების მერე კიდევ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში, ხო? ეს საზოგადოებისთვის ისევ და ისევ უფრო მეტ მიუღებლობას იწვევდა და უფრო მეტი ადამიანის შინაგანი განწყობა იყო პროტესტი, ვიდრე მანამდე, ვთქვათ, ხო? და ის რეალურად ის პროპაგანდა, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენება, რომ ჩვენ აქეთ ვიყავით აგრესიულები, ეს რაღაცა უწმაწორი სიტყვები, ოლეოლას სიმღერა, აქვე ვიტყვი, რომ არ მომწონს და არ ვეთანხმები, თუმცა, როდესაც მთელ ერთს აპოლიტიზირებ, იქ უკვე შენ პოლიტკორექტულობას არ უნდა მოელოდე. მით უმეტეს ქუჩაში დგანან ადამიანები, რომლების წინააღმდეგაც უშუალო ძალადობრივი ფაქტები განხორციელდა, რომლის მეგობრებიც ცემეს, ოჯახის წევრები ციხეში ყავთ გაშვებული და ასეთი ადამიანებისგან ემოციურ ფონს და ემოციურ დამოკიდებულებას, ემოციურ პროტესტს უნდა ელოდო და არა რაღაც პოლიტკორექტულ გამონათქვამებს, ხო? მით უმეტეს ჩვენ მთელი ზამთრის განმავლობაში ვიხილეთ პროტესტი, რომელსაც არ ყავდა არავინ წინამძღვარი, ასე რომ ვთქვათ, აი პოლიტიკური პროცესი არ მიდიოდა, ხო? ეს კარგია თუ ცუდია? ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ოპოზიცია, მაგრამ ამას თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს და ამას ვიტყვი ერთი-ორი სიტყვით, ხო? ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ ეს იყო სახალხო პროტესტი. ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ რეალურად გადაწყვიტა რა იცოდა ოპოზიციამ, რომ იქ იყო საზოგადოება შეკრებილი, რომელიც არ იყო არც ერთი ოპოზიციური სპექტრის ესე კონკრეტულად ამორჩეველი, ხო? იქ იყო ძალიან ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი მოსული, რომელიც და თვითონ ოპოზიციამაც ეს კარგად იცოდა და კარგად გაიაზრა, რომ არც ერთ ოპოზიციურ პარტიას თუ ოპოზიციურ ლიდერს ეს ამორჩეველი იმ მომენტში არ გაყვებოდა, ხო? იმიტომ რომ ეს საზოგადოების მასა არ გამოსულა ქუჩაში 26 ოქტომბრის არჩევნების მერე. გამოვიდა 28 ნოემბრის ირაკლი კობახიძის განცხადების მერე, ხო, რომელიც ევროკავშირს ეხებოდა და მასთან მოლაპარაკებების შეწყვეტას. შესაბამისად, ყველამ ძალიან კარგად იცის, პროპაგანდამაც ძალიან კარგად იცის, რომ ეს უდიდესი მასა, რომელიც ქუჩაში გამოვიდა, არანაირი ნაცები არ არიან, არანაირი რაღაცა ვიღაცისგან დაფინანსებული აგენტები არ არიან, ეს არის უამრავი მასა და შენ როდესაც 100,000-დან 200,000-მდე ქუჩაში გამოსულ ადამიანს აგენტს ეძახი, რეალურად ამაზე პასუხი პოლიტიკურ პრეფერენციებს იკვლევ, ყველანაირი პოლიტიკური ინტერესის თუ გემოვნების მქონე ადამიანს. და რეალურად ზუსტად აი ამ პოლიტიკის არარსებობამ და პოლიტიკური პროცესის არ დაწყებამ ამ აქციების მერე, რომელიც ოპოზიციამ ვერ მოახერხა. რეალურად აი ამ დროში გაწეილმა პროცესმა დაშალა ეს მასა და არა იმ ძალამ, ან იმ უსამართლო გარემომ, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა, ხო? და რეალურად ეს უნდა ვაღიაროთ, ეს უნდა დავინახოთ და ის თუნდაც ის განწყობა დღეს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რომელიც არის და პროპაგანდა კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ეს არის ნაცების აქცია. ყველამ არ ვიცი, ნებისმიერ ადამიანს თქვენ ატარებთ ხოლმე გამოკითხვებს, შეგეძლიათ კითხოთ რუსთაველზე, ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ ეს არის სახალხო თარიღი. ეს არის თარიღი, რომელიც ქართულმა ოცნებამ უბრალოდ აირჩია არჩევნების თარიღად და პროტესტი, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც პროტესტით იყვნენ აღჭურვილები და განწყობილები, რომ ყოველდღე ქუჩაში გამოსულიყვნენ და პლუს ის ადამიანებიც, რომლებიც რაღაც პერიოდი ესე აქტიურად ყოველდღიურად აღარ გამოდიან, ამბობდნენ, რომ მე 4 ოქტომბერს არ მივდივარ არჩევნებზე, მივდივარ რუსთაველზე. და პაატა ბურჭულაძეს, ლევან ხაბეიშვილიც უბრალოდ იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ეთერი აქვთ უბრალოდ ხშირად და რაღაცნაირად მოახერხეს, რომ საჯაროდ აი ეს პოზიცია, პროტესტში არსებული პოზიცია გამოეტანათ. ვისაც აქვს ბევრს, ბევრი ადამიანისთვის ეცნობებინათ, რომ მოდით ნახოთ რუსთაველის გამზირზე ვიყავი გუშინ და სხვათა შორის ყველაზე მეტად თავს კარგად ვგრძნობ რუსთაველის გამზირზე. ეს უკვე ჩემი დაკვირვება არის, რაღაცნაირად ემოციურად ყველაზე მდგრადი, ჯერთი ძალიან ბევრ ადამიანს ხედავ, რომელიც ალბათ კარგი ამბავი, აი რაღაცა კონცერტზეც რომ შეიძლება არასწორი შედარებაა, მაგრამ ერთი რაღაცა მუსიკას რო უსმენ და იცი ზუსტად რომ ეს მუსიკა იმ კონცერტზე ბევრ სხვა ადამიანს მოსწონს და ეს გაერთიანებს. აი ესეთი შედარება შეგვიძლია
შეგვიძლია გავაკეთოთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა აერთიანებს სრულიად რუსთაველის გამზირს. აქ არც ერთი კითხვის ნიშანი არ ჩნდება, რაც არ უნდა პოლიტიკური განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანები იყვნენ აქ. ერთი ცალსახად ერთში არიან, ერთში ვარ დარწმუნებული, რომ ყველას უნდა ევროპული მომავალი, ყველას უნდა რუსული რეჟიმისგან თავისუფალი ქვეყანა. მოდით ნახოთ ეს გამოკითხვა და დაუბრუნდეთ ისევ ერთად ნახავთ მე და ბექა და შემდეგ დაუბრუნდებით ისევ სტუდიას. 300 დღე აქ მოდიან მოქალაქეები. ამ 300 დღის განმავლობაში რაღაც კადრებად მახსენდება თუ რა ხდებოდა ამ გამზირზე, რა ხდებოდა ჩიტაძის ქუჩის კუთხეში, რა ხდებოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებზე. მახსოვს ქართული ოცნების წევრების განცხადებები. ისინი ამბობდნენ, რომ პროტესტი აუცილებლად მინელდება, მაგრამ პროტესტი არათუ მინელდა, აქ მაინც მე 300 დღეს ხედავთ, რომ გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ვასკას ხედავ აქ პროტესტის პირველ დღეებს თუ გაიხსენებ, როდესაც შენ როგორც ჟურნალისტი იყავი საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი. ფიქრობდი, რამდენად ლეგიტიმური იყო ის ემოცია, რომელიც მე მქონდა. ხომ არ ძლავრობდა ემოცია ობიექტურობას, იმ ფაქტების გაანალიზებას ხო არ უშლიდა ხელს ემოციური ფონი. მალევე დავrწმუნდი, რომ ეს ასე არ იყო და გავაკეთე ის, რაც მიმაჩნდა მართებულად. სამწუხარო არის, რომ დღემდე გვიწევს იმის მტკიცება, რომ ზეამაღლობელის პატიმრობა არის როგორც სამართლებრივად, ისე სამართლიანად ნონსენსი. სამწუხარო არის, რომ ასეთი ბევრი გვყავს. ეს არის ბრძოლის, გამძლეობის, თავისუფლების იდეისადმი ერთგულების, ევროპული მომავლისადმი ერთგულების 300 დღე. ეს იყო ჩვენთვის გამოცდა. ქართულმა საზოგადოებამ ეს გამოცდა ჩააბარა. წინ არის მომავალი ბრძოლები და მე სწორედ ეს განვლილი 300 დღე მაძლევს იმედს, რომ ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მოვიგებთ. სინდისის ამარა დგას 300 დღე საზოგადოება ქუჩაში. თავისი პრინციპების და სინდისის ამარა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შრომა, ეს დარდი, ეს ნაღველი, ეს პროტესტი, ეს წინააღმდეგობა აუცილებლად თავის ნაყოფს, კარგს, შვენიერს ამ ქვეყნისთვის აუცილებლად გამოიღებს. მაჩუქეს ეს, მაგრამ მე შეგადმოგცემიდა რომ გარდამავალი იყოს და შენ იმას აჩუქე, ვინც შენთვის ძალიან ძვირფასია. მე მახსოვს, ვიკა მე 4-ში სხვადასხვა ვაპირებ აქ რუსთაველზე მოვიდე, იცი რომელი დროშით, შენ რომ მომიტანე პალატაში, როცა მე თავს დამესხნენ და შენ პალატაში შემოხვედიეთ ამ დროშით. და ეს დროშა მე მაქვს სახლში, ძალიან ძვირფასია ჩემთვის და იცი რას მახსენებს, რომ ადამიანის ნებისმიერ ჟესტს, ერთ სიტყვას გასაჭრში აქვს ძალიან დიდი ძალა და ეს ძალა აქ ჩანს. ძალიან კარგი ხალხი გავიცანით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები, რომლებიც იბრძვიან ევროპული მომავლისთვის და განან სწორ მხარეს ისტორიის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჟურნალისტად თუ მოქალაქედ სულ აქ ვარ და ეს არის ხოლმე ჩემი ყველაზე ცნობილი ფრაზა, ალბათ რომელსაც ყველაზე ხშირად ვამბობ ბოლო დროს, რომ ჩემს ეზოში არ მაქვს იმდენი დრო გატარებული, რამდენიც აი აქ. ქართველ ხალხს შეგძლებია ერთად დგომა, ქართველ ხალხს იმაზე მეტი სიყვარული შეგძლებია, რა თქმა უნდა უმრავლესობას, ისაც ვინც ამას ვერ ხვდება, ვისაც ეს არ გამოუცდია, მოვიდეს ჩვენთან, 300 დღე არ უნდა, ერთი კვირა რომ ჩვენთან გაჩერდეს იმ ხალხმა, ვინც დღემდე აქ არ გამოსულა, დამეთანხმება და ვაიმე, სად ვიყავი აქამდეო ამას იტყვის. 300 დღე ჩემთვის არის ბრძოლის, ბევრი ემოციის და ბევრი ძალიან კარგი ადამიანის გაცნობის. 300 დღე ალბათ ყველაზე მეტად აჩვენებს იმას, რომ ქართველებს ყველაფერი შეგვიძლია. მათ შორის შეგვიძლია ის, რომ დავიცვათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. 300 დღეში გაჩნდა რწმენა, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის. ჯერ კიდევ დაკარგული არ არის. მერჩივნა, ჩემი საყვარელი საქმე მეკეთებინა ამ დროს, მაგრამ ნუ რას ვიზავთ, ვართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, რომ საერთოდ ხელი არ ჩავიქნიოთ ყველაფერზე. ყველაზე მეტი მუხტი და ყველაზე მეტი ძალა მოდის აი ამ ხალხიდან, როცა მოდიხარ, როცა ხედავ, როცა usmen, წარმოუდგენელია, რომ ამ რაღაცა შედეგი არ გამოიღოს. ამ 300 დღეში რუსთაველზე დავინახე ადამიანები, რომლის იმედით შემიძლია ცხოვრების ბოლომდე მქონდეს. მთელი ეს პერიოდი სულ მაგას ვწერდი რა, რომ აქ ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ. სხვაგან წასასვლელი ჩვენ არ აგვაქვს.
თუ აქ არ ვიდგებით, თუ არ აქ ვისხდებით ჩემს გამზე თუ არ ვიჯექი, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს, სხვა გზა, სხვა გამოსავალი არ არსებობს უბრალოდ. ჩვენი мотивация არის ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე მათი, იმიტომ ჩვენ არც პოლისთვის გავართ აქ, არც გამისთვის გავართ, არც იმისთვის რომ ვიღაცას რაღაცა წავართო. ჩვენ გავართ აქ იმისთვის რომ ჩვენი შულებისთვის რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთოთ. ჩვენ არ გვყავდეს პატიმრები და ჩვენ რო არ გვყავდეს მართლა ნაცემი ადამიანები, დაზიანებული ფსიქიკით ადამიანები და უამრავი დაშანტაჟებული თუ სხვა მხრივ დაზარალებული ადამიანები, მაშინ ვიტყოდი რომ ამაზე კარგი პროცესი მე საქართველოში არ მინახავს. ეს ბოლო პერიოდები, რასაც გავდივართ, კიდე რო გვაქვს იმის ძალა რომ გავართ და არ ვეგუებით, ყველანაირად არის რაღაცა სიძლიერის ჩვენი მოქალაქეების და არ შეგუების, აი რაღაცა დამადასტურებელი და ძალიან მეამაყება რომ აქამდე მოვედით და კიდე ვართ აქ და ვართ ერთად და რა ვიცი, ძალიან ამას მე მგონი ვერაფერი ვერ მოერევა. აღმოვაჩინე რომ უმაგრესი მოქალაქეები ვყავს, იმდენი ადამიანი შევიძინე ამ 300 დღის განმავლობაში რომ ვერ წარმოიდგენ, უმაგრესი მეგობრობა ცოდნიათ აქ მყოფ ადამიანებს. ძალიან მაგარი პატრიოტები და მოქალაქეები არიან, მართლა მშურს ყველა იმ ადამიანის, ვინც პრაქტიკულად დღეს არტოვებს და მუდმივად აქ არიან. ბოლოს ჩემმა შვილებმა შემიშალეს ხელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება და აი ამ კომენტარებში, აი ამ ინტერვიუებში რაღაცა კარგი განწყობა წამოიღო. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ადამიანების პოზიცია. მე 300 დღეს რო ასეთი განწყობა აქვს და სხვათა შორის ერთ-ერთმა აღნიშნა, რომ ჩვენი мотивация გაცილებით დიდია ვიდრე მათი აქ ყოფნის ბრძოლის და მართლაც ასე არის. რა შეგიძლიათ რომ დაამატოთ აი ამ კი, ნუ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა კიდეც ახლა თვითონ ქართული ოცნების მდგომარეობაზე რო ვისაუბროთ, არაერთი საკუთარი ხელით ვედანიშნული საჯარო მოხელე ბოლო პერიოდში დააკავეს და ესეც ვნახეთ ამ 300 დღეში. კი, ესეც ვნახეთ და თავად ვეხედავენ იმას, რომ თურმე ამდენი ხანი რაც თვა პროტესტებთ და უკვე წლების განმავლობაში, რასაც არაერთი მხარე თუ ორგანიზაცია იქნება, ეს თუ ტელევიზია იქნება, თუ რაღაცა პოლიტიკოსი იქნება, არაერთი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ კორუფციაში ვარ ჩაფლულები, ხდება გასხვისება საქართველოს ქონების, ხდება მითვისება ბიუჯეტის და ასე შემდეგ. აღმოჩნდა რომ თურმე მართალია ეს ამბავი, ხო? და კიდე რამდენია რაც არ ვიცით და დროდადრო იმედი მაქვს რომ გავიგებთ და აუცილებლად უნდა გავიგოთ და გამოვარკვიოთ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სამართლიან გარემოში, როცა კანონი კანონობს და ყველასთვის ერთი და იგივეა, ხო? აი ეს ემოციები და აი ეს განწყობა, რომელიც დღეს რუსთაველზე არის, პირველ რიგში უკავშირდება იმას, რომ აქ არის ძალიან დიდი საერთო ემოციური ფონი. აქ არ მიდის რაღაცა დაპირისპირებები ერთმანეთში მით უმეტეს პოლიტიკური შეხედულებების გამო, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანია თავიდანვე ვახსენე რუსთაველზე, რომელმაც სხვადასხვა რაღაცა ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველია და სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას დაუჭირა მხარი, ხო? თუმცა საერთო ფონი და მიზანი იმის, რა შედეგამდეც უნდა მივიდეთ, არის ერთი. ამიტომაც ხდება, რომ უამრავი ადამიანი მეც დავითანხმები, რომ უამრავი ადამიანი გავიცანით, უამრავი ადამიანი დავუკავშირდით ერთმანეთს, უამრავმა ადამიანმა გავუზიარეთ აზრები ერთმანეთს და საბოლოო ჯამში ყველავთან ხვდებით იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესი დღესდღეობით აუცილებლად საჭიროა, რომ უკვე 300 დღე გავიდა, ხო? არ არის ცოტა. აუცილებელია, რომ პოლიტიკური პროცესი დაიწყოს. აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს უკვე პოლიტიკურ რაღაცნაირად დებატებში და ამას ტელევიზიებმა პირველ რიგში ხელი უნდა შეუწყოთ, იმიტომ რომ როგორ ხედავთ ამას? აი როცა თქვენ ძალიან კარგად ის და იგეთყვით. პოლიტიკური პროცესის უკვე აღნიშნე, რომ დასაწყისად რა შეიძლება ჩაითვალოს. კი ბატონო, უკვე აღნიშნე, რომ დღეს ყავს ოპოზიცია რეალურად, ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც პროპაგანდა იყენებს პროტესტზე მდგომი ადამიანების წინააღმდეგ. ანუ თუ 200.000 კაცი, 100.000 კაცი, არ ვიცი 10.000 კაცი. ამ ფონზე ტელევიზიებმა პირველ რიგში ხელი უნდა შეუწყოს როგორ იცი, რომ წინაც ვახსენე, რომ საერთოდ არც ერთ სატელევიზიო ეთერში არ არსებობს დებატის სივრცე. ანუ მით უმეტესად თქვენ ძალიან კარგად იცით, ხა ჟურნალისტები ხართ და ყოველდღე გამოკითხვებს ატარებთ და საზოგადოებასთან უშუალო შეხება გაქვთ, ხო და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ფონი არის საზოგადოებაში, რომ საჭიროა ახალი ეს პოლიტიკური სისხლი, ასე რომ ვთქვათ, ხო? იმისათვის, რომ ახალი პოლიტიკოსები, აი მაგალითად მე და უამრავი ადამიანი, რომელიც გავიცანით, ცდილობს, რომ პოზიციონირდეს და მათი მთავარი გასაქანი არის, ასე რომ ვთქვათ, სოციალური სივრცეები, სოციალური ქსელები, სადაც ცდილობენ, რომ Facebook page-ები გააკეთონ. კი ბატონო, აი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მაგრამ თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ რთულია
ასე რომ მთლიანად რაღაცა მოსახლეობაზე გახვიდე და მთლიანად საქართველოს რო გაგიცნოს, ასე რომ ვთქვათ, ხო? და ტელევიზიებს ამიტომ გაქვთ ძალიან დიდი როლი ამ ყველაფერში, რა დებატ სივრცე რო შექმნათ ელემენტარული. დღეს არ ვიცი რამდენი წელია დებატ სივრცე არ არსებობს საქართველოს არც ერთ ტელევიზიაში არა და უამრავი ტელევიზიები. ეს ურთულესია. ხო და ვინც არ მოვა, ეგეც ხმამაღლა უნდა თქვათ. ეგეც ხმამაღლა უნდა თქვათ, რომ აი ვიღაც არ არის თანახმა, რომ მოვიდეს დებატი. მე თანახმა ვარ, იმიტომ რომ მე გარდა იმისა, რომ გარდა ამისა დაგვავიწყდეს, რომ ახლა 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი უკვე 6 არის დაკავებული. ხო, ეგ არ ვიცი ხა. ლიდერები, უბრალოდ 7 ელენეს ხოშტარიასაც თუ. აი ესეც არ არის პოლიტიკური პროცესი, რის გამო არიან დაკავებულები? როცა იცი ადამიანს, რა დღეს უსამართლო სისტემის წინაშე ხარ, რომელიც აუცილებლად დაგიჭერს რაღაც ქმედების გამო და გამოდიხარ და ამას განზრახ აკეთებ, ეს არ არის პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი, ხო? შენ როცა იცი სისტემის მეთოდი, მაქსიმალურად უნდა ეცადო რომ მოიფიქრო მეთოდი, რომელსაც ეს სისტემა ვეღარ ამუშავებს, ხო? რაღაც უნდა დაუპირისპირდეთ. პარტიის ლიდერებს გულისხმობთ, მათი დაკავება. აი ეხლა ელენე ხოშტარია ახსენეთ თქვენ და ჩვენ ხო ვიცოდით რომ ეგ გამოიწოდა რეალურად დაკავებას, ხო? თვითონაც ხო იცოდა რეალურად არის კიდე რაღაც სიტყვები რის გამოც თუნდაც აი ხაბეიშვილს რომ დამხობა და გუშინ პატაბურგოზე აი გაიმეორა რომ არ თქვათ არ ვამბობ რომ არ უნდა თქვა მე პირიქით სხვა რაღაცას ვამბობ ნახე როდესაც იცი მეთოდი რომელსაც შენს წინააღმდეგ იყენებს სისტემა შენ რითი ჯობდი სისტემას ხო მაგრამ ეგ ნიშნავს იმას რომ მე მაგალითად გზას არ უნდა გადავიდე იმიტომ რომ ვიცი რომ 5000 ლარიან ჯარი არა რა თქმა უნდა არ ნიშნავს ჩვენ ხო ვიცით რომ ეს ყველანაირად შეუფერება უნდა ანუ მას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ახლა დაბარებულები არიან მხოლოდ იმიტომ რომ ზრუნავდნენ მოქალაქეებზე ხო ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ უნდა მათი თამაშის წესებზე გადავიდეთ ეგ ზუსტად მაგას ვიძახი რა ანუ შენ როცა იცი ფორმა როგორ გებრძვის რეალურად პროპაგანდა ხო შეიძლება რომ ამ ყველაფერს ახლა 2 თხისი გავიროო რომ რქებით არ შეასკდე და რეალურად მოიფიქრო ფორმა რომელიც ამ პროპაგანდას აყოლებს საზოგადოებაში იმოქმედებს საწინააღმდეგოდ ესე კი არა რომ გამოხვიდეთ ციხეში წახვიდეთ და ვერაფერი ვეღარ გააკეთო ჩვენ ხო ეგ მაგას უყურებთ ახლა დღეს რომ ყველა რაღაცა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს რომლის ლიდერებიც ციხეში არიან მიჩუმებულები არიან და უბრალოდ მათი მხრიდან მოდის იმიტომ რომ არ მივიდნენ კომისიაზე ხო ესეთი მესმის კი ესეთი ახსნა განმარტება მოდის უბრალოდ რა ჩვენ ლიდერები ქუჩაში არიან და თითქოს არ იციან რა გააკეთონ. ხვდებით რაზე მაქვს საუბარი? ანუ არ უნდა იყოს ესე, ანუ რაღაცა ერთკაციანი პარტიები არ უნდა იქნებოდეს. ხო, მაგრამ იქ სადაც ავტოკრატია არის, ოპოზიციური პარტიის ლიდერები არიან ციხეში. ანუ უარესი კიდევ კარგი რომ რადგან ლიდერი არიან ციხეში, არიან რუსეთში ზოგი მკვდარია, ზოგი ციხეშია, ზოგი დადუმებულია, ზოგი მოსყიდულია, ასეთი რა მოყვა ამ ადამიანების ციხეში თქვენ ნახეთ უამრავი ადამიანი რომ გამოსულიყო და გაიპროტესტებინა რომ რატო დაიჭირეს თქვენ ფიქრობთ რომ კომისიაზე უნდა წასულიყვნენ? არა, მაგას არ ვიძახი. ეგ თავიანთი გადასწყვეტა და თავიანთი პოზიცია. მე სხვა რამეს ვამბობ. ნახე, ჩვენ ვამბობთ რომ ოპოზიციის ლიდერები დღეს არიან ციხეში. რამდენი ადამიანი ნახეთ ამის გამო ქუჩაში გამოსულა. მესმის, აი ეს უნდა და რეჟიმს ზუსტად ძალიან კარგად იცოდა რომ მათი დატყვევებით საიდან იცოდა? იმიტომ რომ ეს აი ამდენი ადამიანი თავის დროზე ქუჩაში გამოვიდა იმიტომ რომ ეს რაღაცა ოპოზიციის აქცია იყო რომელიც მოგვეწოდა, ხო? საიდან იცოდა რომ ისევ ამდენი ადამიანის ქუჩაში გამოსვლა არ მოყვებოდა ამ ოპოზიციური ლიდერების დაჭერას? რას გულისხმობთ ბეკა? ანუ იმას გულისხმობ რომ ნახე პროპაგანდა უკვე თავის ამორჩევალს დაწყვევს ჩვენ ეგრე გვებძვის. ანუ ჩვენ ყავს ოპოზიცია უკვე ვახსენე, რომელსაც პროპაგანდა იყენებს ჩვენს წინააღმდეგ და რატომ? იცის რომ ამ ოპოზიციას საზოგადოების დიდი ნაწილი არ მიყვება. რეალურად ჩვენ ჩავატარეთ 2024 წელს არჩევნები, სადაც ხმას იმის გამო კი არ ვაძლევდით, რომ აი ეს კონკრეტული პარტია გვინდოდა, რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო ან პარლამენტში შესულიყო. იმის გამო რომ ის არ გვინდოდა. ზუსტად. ამიტომაც აი რომ თქვენ ახლა მე თანახმა ვარ, როგორც პოლიტიკოსი, ნებისმიერ, იმიტომ რომ მე განსხვავებული აზრები მაქვს როგორც ოპოზიციურ ზოგიერთ პარტიასთან, ისე ნუ ქართული ოცნება რა თქმა უნდა, ხო, თავისთავად 300 დღე ხა ქუჩაში რო ვდგავარ, უკვე ყველაფერს ხაზს უსვამს, ხო? და მე მზად ვარ, რომ დებატ სივრცეს, რომელსაც თქვენ შექმნით და მე იმედი მაქვს რომ მაგას შექმნით, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ მოვა ამას ხმამაღლა იტყვით, რომ საზოგადოებამ გადაწყვიტოს, საზოგადოებამ დაიჯეროს, რომ აი ეს იმედი, რომელიც გამქრალი აქვს დღეს, რომ არ არსებობს ეროვნული თაობა, არ არსებობს ახალი თაობა და 22 წელი რო ხარ პოლიტიკაში და დღეს შენი საარჩევნო რაღაცა 10%-ს რო ვერცდები არჩევნებში, უნდა მიხვდეო რაღაც არასწორად აკეთებ რეალურად. და ვიღაცებს ნებისმიერ შემთხვევაში გზა უნდა გაუხსნა და არ არის აუცილებელი რომ რადგან ფული გაქვს, რადგან ბიუჯეტი გაქვს, რადგან გაყალბებასაც გამოვრიცხავთ ახლა, რომ გარჩევნები გაყალბდა.
და რეალურად მე ოპოზიციას მივიჩნევ გამარჯვებულ ძალად, რომელიც არ არის ხელისუფლებაში მხოლოდ იმიტომ, რომ მიტაცებული არის ჩვენი ხმები. რომც ვთქვათ, ოპოზიციამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში, იმაში ხო მეთანხმებით, რომ რეალურად ჩვენ ვაძლევდით ხმას ქართული ოცნების წინააღმდეგ და არა ვიღაცა რო გვინდოდა აგვერჩია ვიღაცები აძლევდნენ ქართული ოცნების წინააღმდეგ, მაგრამ ნაწილი ალბათ აძლევდა ნაწილი რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ რა ნაწილია საბოლოო ჯამში, ხო? და ქართული ოცნების ამორჩეველიც იგივეა ზუსტად. ანუ ქართული ოცნების ამორჩევლის უდიდესი ნაწილია. პირდაპირ უნდა ვთქვა, უდიდესი ნაწილი არის ადამიანები, რომლებსაც ეს ოპოზიცია უბრალოდ მეუღებელი. და ეს უნდა ვაღიაროთ, ანუ ეს არის ფაქტი. და იმიტომ აძლევს კი ბატონო, გამოსავალს ვერ ხარ. თუ არა ქართული ოცნება ვინ? ეს კითხვა რატო არსებობს საზოგადოებაში? კი ბატონო, ამაზეც თვითონ ლევან ხაბეიშვილი იმდენად მიხვდა, ანუ გასაგებია ერთი რომ პროპაგანდა მუშაობს, მაგრამ პროპაგანდა ვერ იმუშავებს რაღაც სიმართლის ნაწილი თუ არ არის იქ. ეს ყოველთვის ეგრეა. პროპაგანდა არ არის ესე თლიან ჰაერიდან შექმნილი, ხო? რაღაც სიმართლის მარცვალს აიღებ და დააშენებ, ესე ხდება, ნელ-ნელა აშენებ. 13 წელი დაჭირდა ამ ყველაფერთვის ქართულ ოცნებას, ხო? მე 13 წელია. თვითონ დავასრულებ, ლევან ხაბეიშვილიც კი მიხვდა, რომ ეგ ანუ რასაც მოვდა 4 ოქტომბერს მოვდივარ, როგორც ერთი ადამიანი დაივიწყეთ პარტიები. ვიდგები როგორც ერთი რიგითი და ბოლომდე, რა ვიცი, ვიბრძოლებ ამ ქვეყნის რაღაცა უკეთესი მომავლისთვის, ხო? და ეს არის ზუსტად განსაზღვრელი იმისა, რომ ჩვენ გვჭირდება რეალურად ოპოზიციური, ძლიერი ოპოზიციური სივრცე გვჭირდება ჩვენ. და ამიტომაც შეიძლება რომ ამ ყველაფერს დებატ სივრცის შექმნამ შეუწყოს ხელი. კი ბატონო, ამაში გეთანხმებით, ძნელი როგორ შეიძლება რომ არ დაგეთანხმოთ, რომ გვჭირდება დისკუსია, დებატი, გვჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი, მაგრამ შექმნილ ვითარებაში, როდესაც ასეთი პოლარიზებული არის საზოგადოება, როდესაც 300 დღე ადამიანები გადიან ქუჩაში, კეტავენ რუსთაველის გამზირზე და არჩევნებზეც კი არ არის ერთიანი მოსაზრება, რთულია ჯანსაღი. ამ პოლარიზაციასაც ვინ იწვევს? ქართული ოცნება არ იწვევს ამ პოლარიზაციას. ქართული ოცნება იწვევს ამ პოლარიზაციას? პოლარიზაციას იწვევს ოპოზიცია. ოპოზიცია არის პოლარიზაციის გამომწვევი. აბა პოლარიზაცია ვერანაირად ვერ გაერთიანდა, როდესაც 100,000 ადამიანი ქუჩაში ყავს და სალომე ზურაბიშვილია იქ 4 პარტიასთან ერთად, წარმოიდგინეთ 4 ლიდერთან ერთად. და 2 თვის განმავლობაში თუ 3 თვის განმავლობაში ხან ერთი კვირით გადადეს, ხან 10 დღით გადადეს, ხან ერთი თვით გადადეს და რეალურად აზრი ვერ თქვეს. ერთი გეგმა ვერ დადეს, აი მართლა ამ სიტყვას ხო ყველა იყენებს, რატო ვერ დადეს? ანუ რაზე ვერ შეთანხმდნენ თქვენი? კი ბატონო, ოპოზიციამ ვერ დადო ერთობის და ერთიანობის გეგმა. ანუ რამ გამოიწვა დაყოფა? დღესაც ეგრეა, 2 პარტია იღებს მონაწილეობას, 12 არ იღებს. კი ბატონო, მაგრამ პოლარიზაციის მთავარი საწყისი და გამომწვევი არის ქართული ოცნება. ხო და ეგ რო აწყობს ქართულ ოცნებას ვიცით და აქეთ კიდე ოპოზიცია ყავს, რომელიც ამ ყველაფერს ხელშემწყობი გამოვიდა ოპოზიცია ამ ყველაფერს, ხო? არა თუ მოწინააღმდეგე, არამედ ხელშემწყობი. კი ბატონო, თქვენ რა გამოსავალს ხედავთ აი ამ ბოლოს მინდა გკითხოთ, გასაგებია ეს დისკუსიები, მაგრამ აი ეს პროცესი რაში შეიძლება გარდაიქმნას ქუჩის პროტესტს გულისხმობ და არის თუ არა მნიშვნელოვანი პროტესტი შენარჩუნდეს, როგორ ფიქრობთ? პროტესტი სადამდე უნდა შენარჩუნდეს, ანუ რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს პროტესტი, აი მაგაზია საუბარი, ხო? ეხლა რო არის საუბარი იმაზე, რომ 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ და რეალურად რო ვერ მთავაზობ ვერანაირი გეგმას, გუშინაც ზუსტად მაგაზე იყო ინგა გრიგოლიასთან საუბარი, მე რაც მოусმინე, არანაირი გეგმა არ არსებობს რეალურად, ხო? ამიტომ არ შეიძლება რომ ისედაც ადამიანები, რომლებიც 3 თვე გელოდნენ რომ რაღაც გეგმა დადებულიყო და რეალურად შემზადე 100,000-ობით ადამიანი რომ მზად ყავს იმისთვის, რომ აბა გეგმა რა არის, რომ მოვდივარ. გეუბნება რა და ამ გეგმას ვერდებ, ეს ადამიანები იშლებიან, რაღაც ნაწილი სახლში მედის და იმდენად უიმედობაა მათში, რომ მე აღარ გამოვალ ამ ოპოზიციის გამო იძახის და მე ეს ოპოზიცია დგახარ ამ 3 თვის მერე და ახლობით 9 წელი და იმაზე ფიქრობ, რომ ხალხი როგორ დავაბრუნო ქუჩაში. ვერანაირად ვერ დავაბრუნებ ხალხს ქუჩაში. არ არსებობს. ადამიანი, რომელიც შენ მოგენდო, რომელიც შენ წინ ვერ წაიყვანე, რომელიც მზად იყო ბრძოლისთვისაც კი და დღეს 6 თვის თავზე ყველანაირი გეგმის არსებობის გარეშე გინდა რომ ეს ადამიანი ქუჩაში დააბრუნო და უბრალოდ უთხრა რომ 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ, ხო? მე ამაზე პასუხები მჭირდება. ადამიანების უდიდესი ნაწილია რომელსაც ამაზე პასუხები ჭირდება. მიუხედავად იმისა რომ მე 4-ში კი ბატონო მივდივარ და აუცილებლად რუსთაველზე ვიქნები და მოუწოდებ ყველას რუსთაველზე. არჩევნებზე არ მივდივარ, რა თქმა უნდა, რომელ არჩევნებზე არის საერთოდ საუბარი, ანუ ეძახდე ხელისუფლებას ლეგიტიმურს და იგივე ცსკ-ი არჩევნებს გიტარებდეს და მიდიოდე, ჩემი აზრით, საერთოდ აცდენილი ხარ რეალობას, რომელშიც ცხოვრობ. და თუ კიდე იმის ძახილს აპირებს ეს დარჩენილი ოპოზიცია, რომ არჩევნები გაყალბდა, რაც უკვე გამოვიარეთ და რეალურად წინასწარ ეს თავში აქვს ჩადებული, შეიძლება გაყალბდეს თან მაგასაც უშვებს,
ხო საერთოდ ანუ რომელ ბრძოლაში შედიხარ, ანუ ბრძოლაში, რომელშიც თანაბარი პირობები არ არსებობს და რა არის მაშინ გამოსავალი? თქვენ არჩევნებზე არ მიდიხართ არც 4 ოქტომბრის გეგმის გჯერათ, თქვენ იმ ადამიანების ნაწილში ხართ, ვინც 4 ოქტომბრის გეგმის გჯერათ რომ მეუბნებით, 4 ოქტომბრის გეგმა მითხარით. არა, მე არ ვიცი 4 ხო, იმიტომ რომ ეგრე კითხვა იყო რომ არც 4 ოქტომბრის გეგმის გჯერათო ესე მითხარით. მაგრამ მე ჯერა უბრალოდ საზოგადოების მოტივაციის ნამდვილად. საზოგადოებას რომ მოტივაცია აქვს 300 დღე საკმარისზე მეტია იმის სათქმელად, რომ ადამიანს აქვს საზოგადოებაში არის განწყობა, რომ ცვლილებები გვჭირდება. როდესაც რევოლუციაზეა საუბარი, ჩემთვის საქართველოში რევოლუცია ნიშნავს იმას, რომ ქართველი მეორე ქართველს საკუთარი დამოუკიდებელი აზრის გამო არც ქოც ეძახდა და არც ნაც. ანუ საქართველოს ქოცნაცობის გარეშე იქნება ჩემთვის რევოლუცია. და იმისათვის რომ ამ ეტაპამდე მივიდეთ, ამისათვის არის საჭირო რომ გაჩნდეს სადისკუსიო სივრცეები, რომელიც რეალურად გამოაჩენს ვის აქვს საზოგადოების ხარდაჭერა. დღეს პოლიტიკოსები გახდნენ ჩვეულებრივი ჟურნალისტები და რაღაცა რესპონდენტები არიან, რომლებიც უბრალოდ რაღაც მოდიან, აქ ხდებიან და რაღაც არ ვიცი, რა რეალობას ყვებიან, ანუ რაც ჟურნალისტმა უნდა გააკეთოს. არანაირ სიახლეს და არანაირ ალტერნატივით ჩვენი გადაცემის სტუმარი, ასე რომ ხო, მედია გნახავთ ხშირად. სიამოვნებით და მეც იმედი მაქვს, რომ აუცილებლად შექმნით სადისკუსიო სივრცე, სადაც ნებისმიერ დროს მოვალ და ნებისმიერ პოლიტიკოსთან მზად ვარ რომ დავჯერდე. დიდი მადლობა.